ჩვენ შორის ეხლა აქ ვინც ვდგავართ პერსონალურად იქ იყო თინა რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას შესრულებული სამუშაოსთვის. თინა ბოკუჩავამ გვარამიას ამბორი ევროსაბჭოს დერეფნებში სირბილისა და საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციაზე მუშაობის გამო დაიმსახურა. სწორედ თინა ბოკუჩავა კოლეგა ოპოზიციონერებთან და პასეში უკრაინის დელეგაციასთან ერთად მუშაობდა რეზოლუციის ტექსტზე, სადაც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება აპრილამდე გაახანგრძლივეს, თუმცა შეზღუდვებითა და დათქმებით. კერძოდ, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად მთავარი რაც ასამბლეამ ქართული მხარისგან მოითხოვა ეს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა იყო უმოკლეს ვადებში, რაც საქართველოს დელეგაციისთვის წითელი ხაზია. სწორედ ამიტომ ქართულმა მხარემ ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. რეზოლუციის მიღება კი ოპოზიციის ჟრიამულის მიზეზი გახდა. ოპოზიციის მოღალატეობრივ დღის წესრიგზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა, თუმცა ირაკლი კობახიძემ აქცენტი პროცესში უკრაინული მხარის ჩართულობაზეც გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, პასეში უკრაინას წარმოადგენს ოლექსეი გონჩარენკო, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. რეალურად ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება და ზოგადად ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა გამოვხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რამენერად ამის გამო ჭყალებში დაგვსაჯოს, რა თქმა უნდა. ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. ეს ოპოზიციაც არიან კოლექტიური გონჩარენკოები, არაფერი განსხვავება არ არის, მათაც უნდათ მეორე ფრონტი ვერ მიაღწიეს და ამის გამო არიან დღეს გაგულისებული. მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის გამოწვევის მიზეზები. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ასამბლეის მიერ მოყვანილი ჩანაწერები აბსურდულია, რაც ევროპული ბიუროკრატიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე ასეთი, ასე ვთქვათ, უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ალტერნატივა გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, ის პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ხედავთ, ბუნებრივია ჩვენ განვახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარას ვერ ხედავთ. სახელმწიფო გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს რჩება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება ასამბლეის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებების საპასუხოდ მიიღეს. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში იმედოვნებენ, რომ ევროპულ სტრუქტურაში საქართველოსთან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგება. ჩვენ რა თქმა უნდა ევროსაბჭოში რჩებით, ვაგრძელებთ მუშაობას ამ სტრუქტურაში, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში მანამ სანამ არ მოხდება ღირსეული დამოკიდებულების აღდგენა ჩვენი ქვეყნის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, უნებრივია, რომ ასეთ უღირს ქმედებებზე პასუხი იქნება ის, რომ ჩვენ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას არ გავაგრძელებთ. სწორედ იმის გამო, რომ იყო უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნში და საქმეში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ეს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის სადმე არ შეიცვლება და იმეც ვიტოვებთ, რომ ეს მალე შეიცვლება, ჩვენ წყვეთ მუშაობას დროებით საპარლამენტო ასამბლეაში. თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფო რჩება ევროსაბჭოს წევრად, ვაგრძელებთ ყველა სხვა ფორმატში თანამშრომლობას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩაიწერა ისეთი პირობები, რომელიც იყო აბსოლუტურად მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხყოფილი მათ შორის ეროვნული ღირსების. გამომდინარე აქედან მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილება იქნა ცნობილი ქართული დელეგაციის, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ქართული ოცნების, ასე საპარლამენტო ოპოზიციის ხალხის ძალის მიერ ერთობლივად, რომ დაგვეტოვებინა ეს დელეგაცია, სწორედ ეროვნული ღირსების დაცვის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებს წინ უძღოდა სამი ოპოზიციური პარტიის მიერ გაგზავნილი წერილი ასამბლეის პრეზიდენტისადმი, სადაც სწორედ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობას ითხოვდნენ. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უფლებამოსილებას ცნეს, თუმცა დათქმებითა და შეზღუდვებით, რაც ქართული მხარისთვის ხისტი პასუხის საფუძველი გახდა.